მოგესალმებით კიდევ ერთხელ ტარო ყოველთვის ჩაიფიქრეთ ეხა მამაკაცი კონცენტრირება მოახდინეთ მამაკაცს ვინც გაინტერესებთ ვეკითხები ტაროს Witch Tarot Helen Dugan რა სიტუაციაში ეხა ის მამაკაცი ის პიროვნება ვინ ჩვენ გვაინტერესებს რა სიტუაციაში გვაჩვენეთ რა მდგომარეობაშია ის მამაკაცი ის პიროვნება და ის მამაკაცი არის გრძნობით სავსე, მაგრამ არის განულებული, ანუ არ იცის რა გზას დაადგეს და როგორ მოვიდეს ჩვენამდე, თუმცა აქ გრძნობა და მოუწონვართ ძალიან. ვეკითხები ალისტერ კროულის. ჩაიფიქრეთ მამაკაცი. რა სიტუაციაში ეხა ის მამაკაცი, ვინც ჩვენ გვაინტერესებს? რა სიტუაციაში? ყველასთვის არის ეს საჯარო გაშლა. რა სიტუაციაში ის მამაკაცი, ვინ ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. ალისტერ კროული პასუხობს. მამაკაცი იგივე სიტუაცია მოვიდა. არის გრძნობით სავსე. აქ ძალიან დიდი ვნება, იწვება ჩვენ რო ხედავს, იმდენად მიმზიდველები ვარ ჩვენ მისთვის, მაგრამ უშლის ხელს, არ ვიცი ვინ, არ ვიცი რა, არ ვიცი გარემოება, არ ვიცი სიტუაცია. და ეხლა ვეკითხები ოშოს. ოშო Zen Tarot card, please tell me, რა სიტუაციაში ის მამაკაცი, ვინ ჩვენ გვაინტერესებს. იფიქრეთ იმ მამაკაცზე, წარმოიდგინეთ. საჯარო გაშლა, ოშო, ყველასთვის, ვინც ჩვენ გვიყურებს, რა სიტუაციაშია ის მამაკაცი. Change, გადის ძალიან დიდ ცვლილებებს. რატომ? Mr. Osho, please tell me. იმიტომ რომ ილუზიებშია, იმიტომ რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ უშლის ხელს რა? Possibilities, შესაძლებლობები, რომელიც მას უნდა რომ გქონდეს, ეს არის ფინანსური, ეს არის ეკონომიური, ეს არის ოჯახური სიტუაციები და პრობლემა აქვს ან ქალი, ან ოჯახი, ან სხვა პიროვნება, ანუ ყველა ვარიანტში ის მამაკაცი ეხა, ვინ ჩვენ ჩავიფიქრეთ, სამყარო გვეუბნება, ალისტერ კროული, უშეცდომოა, Witch Tarot, უშეცდომოა და ოშო ძენი. ამ პიროვნებას უშლის რაღაცა ხელს, ან გარემოება, ან სიტუაცია, ან ოჯახი, ან ვიღაც, ან რაღაც, მაგრამ ესე იგი აქვს ნამდვილად გრძნობა, ორი აზრი არ არსებობს ამაში. ფიქრობს ჩვენზე მოუწონვართ, ვნებაც აქვს ჩვენს მიმართ, როგორც ქალი ვიზიდავთ, მაგრამ არანაირი შესაძლებლობები არ აქვს, რომ ჩვენამდე მოვიდეს. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, ეს იყო ტაროს სამყარო.